ჩვენი მომდევნო სტუმარი არის ლელა ჯეჯელავა, მასთან ერთად ვისაუბრებთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს კონტექსტში ბუნებრივია ჩვენ ვილაპარაკებთ თეა წულუკიანის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც ჯერჯერობით არ გავრცელებულა, მისი გასაჯაროება იგეგმება თუ არ ვცდები სექტემბრის დასაწყისში. პოლიტიკის ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ჩვენი სტუდიის სტუმარია, მოგესალმებით ქალბატონო ლელა. მოგესალმებით გიორგი, მადლობა მოწვევის. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა და ჩვენ ხედავთ რას აპირებს ქართული ოცნების რეჟიმი 17 წლის თავზე ისეთი დოკუმენტის მომზადებას უკვე რომელიც თქვათ გამოკვეთს საქართველოს ბრალეულობას მათ შორის ყოფილი მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის, აი რა შეგიძლიათ გითხრათ ამის შესახებ? 17 წელი გავიდა 2008 წლის 7 აგვისტოს შემდეგ და ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ცოცხალ ოკუპაციის გარდა, რომლის პირობებში საქართველოს კვლავ არაერთი კვადრატული მიწა დაკარგა თავისი კუთვნილი, ამის გარდა მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი მენტალური ოკუპაცია ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილისა, რომელიც აბსოლუტურად შეეგუა ტერიტორიულ ოკუპაციას და რაც მთავარია მის გამომწვევ მიზეზებს, რაც არის და ახლა დასკვნა, რომელსაც დებს წულუკიანი, ეს რეალურად არის ტოლფასი იმისა, რომ საქართველოს პატაკი კრემლში თუ თავის დროზე ორჯონიკიდან გააგზავნა დეპეშა, რომ თბილისის თავზე ფრიალებს საბჭოთა დროშაო, ახლა ეს ნიშნავს, რომ წულუკიანის კომისია უგზავნის დეპეშას კრემლს, რომ საქართველოს მენტალური ოკუპაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩვენ უკვე დავდევთ. რატომ აკეთებენ ქალბატონო ლელა ამას? ეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია, ყველა ოჯახს ეხება პერსონალურად მათ შორის ძალიან მძიმე სენსიტიური ამბავია, რომელიც ეხება ჩვენ სახელმწიფოებას, ეროვნულ ინტერესებს და ასე შემდეგ. რაში აწყობთ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა? თუ ვინმე მაჩვენებს დღეს მათ შორის ყველაზე ერთგული მხარდამჭერი ქართული ოცნებისა, რომ რომელიმე ქმედება ქართული ოცნების ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესში შედიოდა, ხო, თუ ერთ ფაქტს მაინც დამიდასტურებს, ხო, მე საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს, მაგრამ ამ ადამიანებმა სწორედ მენტალური ოკუპაციის ნაწილი იყო ის, როდესაც შვიდობის, ასე ვთქვათ, ქოლგის ქვეშ მათ გადაწყვიტეს უარი ეთქვათ ამ ქვეყნის სუვერენიტეტზე და რაც მთავარია, ამბობდნენ, რომ ამ ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად უწევენ წინააღმდეგობას ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს. სინამდვილეში რა მივიღეთ, გიორგი, მე მინდა ერთ დეტალი შეგახსენოთ. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მე დღეს საგანგებოდ გადავხედე რა ხდებოდა რეგიონში, თუმცა კარგად მახსოვდა ეს ყველაფერი, რა მოძრაობები მიდიოდა, პოლიტიკური ლიდერები რეგიონისა რა განცხადებებს აკეთებდნენ, ვინ როგორც ცდილობდა შექმნილი სიტუაციის გამოყენებას, რასაკვირველია თავის სასარგებლოდ და თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, მაშინდელ პრეზიდენტს სერჟ სარქისიანს ვიზიტი აქვს ირანში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩადის ტურნეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. გარდა ამისა, ერდოღანი დებს კავკასიაში რაღაც პრობლემის გადაწყვეტის გეგმას სამშვიდობოს. ალიევი ჩადის მოსკოვში. განცხადებებსაც რომ გადავხედოთ რა განცხადებებს აკეთებდნენ, ხო, კიდე ყველა მათგანი მხარს უჭერდა ცალსახად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ მხარეებს მოუწოდებდნენ. ეს იყო მთავარი. რა ხდება 17 წლის შემდეგ 7 აგვისტოს კავკასიაში? კავკასიის ორი ქვეყნის ლიდერი იმყოფება შეერთებულ შტატებში და ისტორიული შეიძლება დავარქვათ ამ ფაქტს, შეხვედრა უნდა შედგეს. რატომ არის ეს ისტორიული, რატომ ფასდება როგორც ისტორიული? იმიტომ რომ იშვიათად ყოფილა კავკასიაში
ძალიან, როდესაც ქვეყნების პოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს დამთხვეოდა, ასეთი შემთხვევები ბუნებრივია, ამას განაპირობებდა სხვა გეოპოლიტიკური აქტორების ძალისხმევა, მაგრამ ახლა ის რომ შესაძლოა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გადაიდგას ძალიან დიდი ნაბიჯი სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, ეს იმის წინაპირობდა ამისი უშუალო მონაწილე უკვე არის შეერთებული შტატები და რუსეთი მთლიანად ამოვარდნილია საშუამავლო, ასე ვთქვათ, როლიდან და ფუნქციიდან. გარდა მაგისა, სომხეთში ჩატარდება ცნები ამერიკელებთან ერთად სამხედრო ცნები, აზერბაიჯანში ჩატარდა თურქეთთან, ნატოს წევრ ქვეყანასთან ერთად სამხედრო ცნები. მათ დაახლოებაზე როდესაც საუბრობთ, გავიხსენოთ კაია კალასის ვიზიტი მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანში და ამ დროს საქართველოს 17 წლის თავზე საქართველოს რომ სადაც 5 ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი იყო და შუამავალი რუსეთთან არც ირანი ყოფილა, არც თურქეთი და არც არამედ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ხო, საფრანგეთი. გარდა ამისა, აქ იყვნენ ევროპის ლიდერები და თქვენ გახსოვთ ხო, კაჩინსკის ასე ვთქვათ პოზიციები როგორი იყო და როგორ ყველგან იცავდნენ საქართველოს ინტერესებს ევროპის ქვეყნები. დღეს ჩვენ სადა ვართ? დღეს ჩვენ ვართ სრულიად უმეგობროდ დარჩენილი, პარტნიორების გარეშე დარჩენილი, არათუ მარტო ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარეშე, შეერთებული შტატების პარტნიორობის გარეშე და ჩვენ მეზობლებთან გვაქვს უკვე სერიოზული პრობლემები, იმიტომ რომ ავწდით იმ ვექტორს, რომელზედაც კავკასიის ორი მნიშვნელოვანი ჩვენი ფიგურანტი ახლა დგას. თუ ნახეთ რა ხდება, თუ აზერბაიჯანი კავკასიაში გამოკვეთილად არის ეკონომიკური ცენტრი და დაუშვათ ენერგეტიკული ჰაბი და მას ძალიან დიდი ფუნქცია აქვს, სომხეთი თავის თავზე იღებს აბსოლუტურად სხვა ფუნქციას. ამერიკული ესე იგი ინვესტიციები ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით სომხეთი ხდება რეგიონში ამ დინამიკით რომ წავიდეს სომხეთი, ჩვენ რამდენად აქვს შესაძლებლობა შანსი რომ საქართველოს ჩაანაცვლოს. ჩვენ ვილაპარაკეთ, ამის ხაბი უნდა ვიყოთ, იმის ხაბი უნდა ვიყოთ და სინამდვილეში აღმოჩნდით, რომ ვართ რუსული ფულის სარეცხი ხაბი, მეტი არაფერი აბსოლუტურად და ეხლა გამომდინარე იმ პროცესებიდან რა გარეთ ხდება, ამაზე არა მარტო ის კი არა რომ პასუხისმგებლობის მოუწევს ქართულ ოცნებას და მის ასე ვთქვათ პატრონს ბიძინა ივანიშვილს, უბრალოდ ეს წყაროდ შეწყდება და ჩვენ მართლა ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით. მე როდესაც ვსაუბრობ მენტალურ ოკუპაციაზე, მეტი რა შეიძლება იყოს ამის დამადასტურებელი, როდესაც ჩვენ გვყავს საზოგადოების ნაწილი, რომელიც საკუთარ ქვეყანას აბრალებს აგვისტოს ომის დაწყებას, როდესაც ყველაფერი იმდენად ცხადია და იმდენად ნათელია, რომ არც კი ვიცი თვითონ პუტინის ციტატა, რომ ჩვენ გვქონდა გეგმა შემუშავებული 2006 წელსო და ამის მიღმა, რომ შენ შეგიძლია შენ ქვეყანას დააბრალო ქვეყნის და მე დღეს დავწერე სოციალურ ქსელშიც და ეხლაც გავიმეორებ. ტერიტორიული ოკუპაციის შედეგების აღმოფხვრა არის შესაძლებელი და ამისთვის საჭიროა ძლიერი არმია, ძლიერი პარტნიორები, თავდაცვის მაღალი ხარისხი, გამართული უსაფრთხოება. მაგრამ ძალიან რთულად აღმოსაფხვრელია მენტალური ოკუპაციის შედეგები, რომელიც ძალიან დიდ დროზე გადადის და მას სჭირდება ყველგან ყოველწუთიურად მის გამოვლინებას ბრძოლა და ჩვენ გავიხედოთ, შევხედოთ ჩვენი თანამემამულეების, ხო, თანამემამულეები არიან, მაგრამ აზროვნების წესით ისინი ქართველები არ არიან.
ჩვენ საერთო მამული გვაქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც საზროვნების წესით ქართველები არ არიან. მათი აღქმა ამ ქვეყნის თავისუფლებისა და სუვერენიტეტისა არაფრით არ ჯდება წარმოდგენაში, ტრადიციულ წარმოდგენაში, რას ნიშნავს ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. რანაირად შეიძლება ვისაუბროთ იმ ადამიანების, როგორ გითხრათ, იმ ადამიანებმა როგორ უნდა გადაგვიწყვიტონ ჩვენ დღემდე რომ ნოსტალგია აქვს ამ ქვეყნის მომავალი საბჭოთა კავშირთან დაკავშირებით. ჩვენს ქართული ოცნების მხრიდან არაერთხელ მოგვისმენია ქალბატონ ლელა, იქ გვითხარით სად არის ჩვენი რუსულობა კონკრეტული ფაქტი მაჩვენეთ თუ ვნახეთ მათ შორის ირაკლი კობახიძის წერილი რამდენიმე კვირის წინ. ირაკლი კობახიძის წერილი, რომელიც მან გამოაქვეყნა და სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურმე საქართველოს არ უნდა ქონდეს არაფერზე ამბიცია გარდა სპორტში წარმატებებისა, ამაზე დიდი შეურაცხყოფა საქართველოსთვის მე იშვიათად მომაგონდება, რომ ვინმეს მიეყენებინოს. აი სწორედ ეს არის მენტალური ოკუპაციის გამოვლინება, სადაც შენი ერის თვისებებს, მის პოტენციალს, მის შესაძლებლობებს აკნინებ, იმიტომ რომ ასიამოვნო დამპყრობელი, რომლის ინტერესებსაც ემსახურები. თქვენ, როდესაც ტრამპი ამბობდა, რომ ამერიკა კვლავ უნდა გახდეს დიადიო და ეს იყო მისი მოწოდების მოწოდება, რა საერთო შეიძლება გქონდეთ ამათ ტრამპთან, როდესაც ამბობენ, რომ ღირებულებებით ერთნი ვართო, როდესაც ამათ პატრონს ბიძინა ივანიშვილს საქართველოსთან მიმართებაში აქვს პატარა სოფლის კონცეფცია, ასე ხედავს საქართველოს და თუ კი ჩვენ და როდესაც მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად რაც არ უნდა ილაპარაკონ ახლა რა შეცდომებზე, რა დანაშაულებზე, ცხოწინა ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ის ყოველთვის ცდილობდა ეთქვა, რომ საქართველო არის ძალიან დიდი შესაძლებლობების ქვეყანა და ამ რწმენას უნერგავდა საქართველოს მოქალაქეებს. ამითი იზრდებოდა ამ რწმენით თაობა, სხვათა შორის, რომელიც დღეს ქუჩაში დგას და რომელსაც ძალიან ჯერა, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს თავისუფალი. სწორედ აი ამ დამოკიდებულების შედეგია, რომ ის ამბობდა, დიახ, იყო საქართველოში ხელისუფლება, რომელიც ამბობდა, რომ თქვენ ხართ დიდი არატერიტორიულად, არამედ დიდი ქვეყნის მოქალაქეები, დიდი წარსულით, დიდი კულტურით, დიდი ისტორიით და დიდი მომავლით. და დღეს არის ხელისუფლება, რომელიც გვეუბნება, რომ ამბიცია არ უნდა გქონდეთ გარდა იმისა, რომ სპორტში შეიძლება გამარჯვებები მოვიპოვოთ. აი ძალიან თვალსაჩინო ამბავია საკუთარი ქვეყნის მიმართ როგორი პატივისცემა და დამოკიდებულება აქვს. ბრიტანეთის ელჩის ვიდეო მიმართვა გავრცელდა და ის ასეთ რამეს ამბობს, ვწუხართ, როცა საქართველოს მთავრობა აკრიტიკებს ევროპის ძალისხმევას, რომლის მიზანია რუსეთის აგრესიის შეკავება. სწორედ აი ასეთი ამ ტიპის ამ შინაარსის განცხადებების გაკეთება უწევთ დღეს დიპლომატებს საქართველოში აგვისტოს ომის დღესთან დაკავშირებით. მე გითხრათ, გიორგი, ძალიან მაფიქრებს ის საკითხი, როდის ჩამოვირეცხავთ იმ სირცხვილს, რაც ახლა დაგუმართა ქართული ოცნების ხელისუფლებამ და რეჟიმმა უпростоრად და რა სირცხვილია ეს? ეს არის დამცირებული, დაჩიავებული, დაპატარავებული ერის სირცხვილი, რომელიც თავისი ნებით ყაბულს არის უარი თქვას ძალიან დიდ შესაძლებლობაზე, იმაზე, რაც ჩვენ გვეძლევა ცივილიზებულ დასავლეთთან ურთიერთობით, ანუ ევროკავშირში გაწევრიანებით და დასჯერდეს აი იმ ჭაობს, რომლის სუნიც დღემდე საბჭოთა ჭაობისა დღემდე დგას ამ ქვეყანაში. აი ჩვენ ვისაუბრეთ დონალდ ტრამპზე ისტორიული მნიშვნელობის შეხვედრაზე, ესეც არის თუ არა დასტური იმისა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ხელს არ აიღებს ჩვენი რეგიონისგან და მათ შორის ის აქტიურად დააკვირდება ჩვენს ქვეყანაშიც მიმდინარე პროცესებს და ეს არის რეალურად ელჩის დანიშვნა მათ შორის
შათირიშვილის პროტოკოლური ამბავი და რეალურად ქართულ ოცნებას არ შეუძლია დალაგება და შათირიშვილის წერილის ახსენეს. შათირიშვილის წერილი ხო სწორედ პრევენცია იყო იმ მოსალოდნელი ცუნამისა, რომელიც წამოვა ამერიკიდან. მე ვგულისხმობ, ეს იქნება დამოკიდებულება. დაწესდება თუ ძალიან მნიშვნელოვანია მეგობარი აქტი, რომელიც ხა ყველა გაიხარეს, რომ თარიღები რამეს წყვეტს, რეალურად არაფერს არ წყვეტს, იმიტომ რომ ქართული ოცნება ერთ რამეს ვერ ხვდება. რაც უფრო გაიხალონ გძლივებს ხელისუფლებაში ყოფნას და არ დათმობს ძალაუფლებას, მით უფრო მძიმე იქნება მათი დასასრული. ამიტომ ყველა უხარიათ ეს, რომ მეგობარმა აქტმა დაუშვათ გადაიწია თუ არ გადაიწია ეს თალკე თემა. მაგრამ თუ რუსეთის სანქციები დაწესდება და დიდი ალბათობით დაწესდება, ქართულ ოცნებას უფრო რთული მდგომარეობა უდგება მეორადი სანქციების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი და ეს არიწევს მასალა არსებობს იმასთან დაკავშირებით, როგორ ეხმარებოდა საქართველოს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში და ეს სირცხვილიც როდის უნდა ჩამოვირეცხოთ, მართლა ძალიან ძნელად წარმომიდგენია მე. რასაკვირველია შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებში რჩება როგორც შავი ზღვა და მისი აუზი, ასევე სტრატეგიულ ინტერესებში რჩება სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სტრეიკი. ზუსტად იგივე ინტერესები აქვს ევროკავშირსაც და სხვათა შორის ქართული ოცნების გულმხურვალე მხარდამჭერებისთვის უნდა ვთქვა, ვისაც ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ჩინეთის ჩაანაცვლებდა შეერთებულ შტატების, ასე ვთქვათ, როლს საქართველოში და ჩინეთის ბაგაზე აპირებდნენ მიბმას, რომ ჩინეთისთვის საქართველო იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც მას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა აქვს, იმიტომ ირაკლი ყობახიძე თურქმენეთში გასულ კვირას. ნუ ხო, იმიტომ რომ ეს მენტალურად ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან ლიდერები, რომლებიც შეხვდნენ. ხო, ანუ ისიც კი მათთვის მიღწევა, როდესაც ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყნების კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ, იმდენად რთულია მათი მდგომარეობა ქვეყნის გარეთ, იმდენად თავს არიდებს ყველა მათთან ურთიერთობას და მართალი გითხრათ, ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის აპრილის თვეში გამართული სამიტი ძალიან მნიშვნელოვანი და ის პროექტები, რომლის ღირებულება ერთობლივად 350 მილიარდზე მეტია, რომელსაც ევროკავშირი აპირებს ცენტრალურ აზიაში განახორციელებს, იმაზე მეტყველებს მხოლოდ, რომ ყველა გონია ყობახიძეს, რომ თუ ამოვარდნილი იქნება იგივე ევროკავშირის ინტერესებიდან, იგივე შეერთებული შტატების ინტერესებიდან, რომ რაიმე მას პერსპექტივა ამ ქვეყანას შეუქმნიან. ისეთ პერსპექტივას, რომ არსებობა, ფიზიკური არსებობა შევინარჩუნოთ. რაც შეეხება კიდევ ცუდი ამბავი, იმაში გაერთიანებულ სამეიროში, სადაც თავს იყრის ხოლმე ეგრეთ წოდებული საეჭვო ფული ხშირად, ძალიან ამერიკელების მოთხოვნით სამეიროებმა ძალიან სერიოზული კონტროლი დაიწყეს რუსი ოლიგარქების და მათთან დაკავშირებული ფულის მონიტორინგი მიმდინარეობს, ხდება მათი ანგარიშების დაყადაღება და არც ერთი მიმართულებიდან ქართულ ოცნებას ახლა არ უდგას საუკეთესო დღეები და რაც მალე გააცნობიერებენ ამათ, მით უკეთესი. რაც შეეხება ერთ სიტყვას ვიტყვი, რაც შეეხება მზიან ამაღლობელთან დაკავშირებულ განაჩენს, რომელიც გუშინ გამოიტანეს, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ტყუილად წვალობენ ეს 2 წელი, რომელიც შემოგვასაღეს როგორც სასამართლოს და რეჟიმის ჰუმანურობა, არის ძალიან უსამართლო სასჯელი. ახლა მზიასთვის მის ჯილწლებს არ აქვს მნიშვნელობა. მზიამ აჩვენა ის მორალური უპირატესობა, რაც აქვს რეჟიმთან, მასთან დაპირისპირებულ საზოგადოებას. ამიტომ ტყუილა აგონიათ, რომ მზიასთან ეს ომი ასე ჩაივლის. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. პირდაპირ ეთერში ვესაუბრებოდით პოლიტიკის ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას.